სახელითა, მამისაითა და ძისაითა და სულისა წმინდისაითა. ჩვენთან არის ღმერთი. მოგილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად ბრწყინავს მადლი სულისა წმინდისა, რომლითაც ჩვენი ცოდვები შთაინთქა წყალში და ადამიანს განეღო სასუფეველის კარი. თქვენ იცით, რომ ქრისტეს მოსვლამდე პერიოდს ჩვენ ესე მოვიხსენიებთ, ძველი აღთქმის პერიოდია ესა. ძველი აღთქმა იყო ქრისტეს მოვლინების აღთქმა. იცით თქვენ, როდესაც ადამი ცოდვაში ჩავარდა, ღმერთმა უთხრა მას, რომ დედაკაცისგან შობილი გამოიხსინდა მას ცოდვისა და ჯოჯოხეთის ტყვეობიდან და ერთ-ერთი აუცილებელი რითიც უნდა მოხდარიყო გამოხსნა და განწმენდა ადამიანისა იმ ცოდვისგან, რომლითაც დაღდასმული იყო მთელი ადამი და ადამიანში მთელი კაცობრიობა, იყო სწორედ ნათლისღების დაწესება, ნათლისღების საიდუმლო და თქვენ იცით, რომ ძველ აღთქმაში წინასახეობრივად ყოველთვის გამოისახებოდა ესა თუ ის სახე ჭეშმარიტი, რაც ახალ აღთქმაში უნდა მოხდარიყო და შორს რომ არ წავიდეთ, გახსოვთ ხომ, როდესაც უფალი კანას გალილეაში მიდის ქორწილში და იქ ღვინო რო შემოაკლდათ, მაშინ წერია, რომ იყვნესო მუნ სარწყული 6-ნიო მსგავსად განწმენდისა მის 5,000-ასავ. ძველ აღთქმაში წყალი ასევე გამოიყენებოდა ყოველთვის განწმენდისთვის, გამბანისთვის, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ როდესაც მოვიდა ქრისტე და ნათელიღო და განცხადდა, მაშინ წყალმა შეიძინა თვითონ მადლმოსილი თვისება, თვითონ წყალი განიწმინდა და შთაინთქა აი ამ წყალში ადამიანის მოდგმის ცოდვა. ასე ვკითხულობთ სამოციქულოში, რომ რამე თუ გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისა მაცხოვრად ყოველთა კაცთა. ესე იგი ძველ აღთქმაში მადლით არ ხდებოდა, რაც ხდებოდა, ამიტომ ვერ ხდებოდა ადამიანის გაწმენდა, კაცობრიობის გამოხსნა ცოდვისაგან და როგორც მოგახსენეთ, აი ეს წინასახე, რაც ძველ აღთქმაში აღესრულებოდა გამბანვა, განწმენდა, ქრისტემ როდესაც მოვიდა იკურთხა წყალი, როგორც კითხულობს ამას საკითხავებში და მივიდა იგი იოანე ნათლისმცემელთან, აი ბოლო ღონისძიება, რომელიც ძველი აღთქმის და ახალ აღთქმაში გარდამავალი არის, ეს ღონისძიება, როდესაც გამოჩნდა იოანე ნათლისმცემელი და ებრაელები მიდიოდნენ მასთან, აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს და წყალში შთაფლვით განწმენდა მათ იოანე ნათლისმცემელი, მაგრამ ეს არ იყო საიდუმლო და ამით ვერ ხდებოდა სრულყოფა. ეს იყო სინანულის საიდუმლო. ანუ ადამიანები მოდიოდნენ, სინანულს გამოთქვავდნენ, აღიარებდნენ იოანე ნათლისმცემლის წინაშე და იორდანეში შთაფლვით ისინი განიწმინდებოდნენ, მაგრამ ეს არ იყო ცოდვათა მომტევებელი. ეს იყო, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, საუკეთესო საშუალება ერის მოსამზადებლად, რომ მესია შეხვედროდნენ. როდესაც გამოჩნდა იოანე ნათლისმცემელი, მას ძალიან ბევრს იგი ეგონა მესია, ამას არის გარკვეული თავისი მიზეზები აქვს, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ იოანე ნათლისმცემლის დედის ელისაბედის მიდგომილების დროს რა სასწაულები მოხდა, როგორ დამუჯდა ზაქარია იოანეს მამა და შემდეგ როდესაც იშვა იოანე ნათლისმცემელი, ყველა მისოდა, რომ ეს ყრმა სასწაული იყო, სასწაული გაიზრდებოდა. როდესაც გამოჩნდა იოანე ნათლისმცემელი, ფიქრობდნენ, რომ ის ხომ არ არის მესია. და უამრავი ხალხი იოანე ნათლისმცემელი იდგა იორდანეში, მდინარეში და უამრავი ხალხი მოდიოდა, თქვენ გახსოვთ იქ ფარისევლებს ამხელს, რომ ვინ გიჩვენათო თქვენო სიულტოლო, აი მერმისა მის გარისხვისაო. ისინი მოდიოდნენ, აი სხვათა შორის, აი დღეს ძალიან გავს, აი როცა მოვდივარ ჩვენ და ვდგებით ხოლმე და ფიქრობთ ხოლმე, რომ გვინდა მისვლა ქრისტესთან, ანუ ვეზიაროთ ქრისტეს და ფიქრობთ რა ვთქვათ.
ესე იგი მოვიფიქროთ რამე, ხო აი ესე მოფიქრებულად მოდიოდნენ ისინი და იოან ნათლისმცემელი ამხელს მათ იმაში რომ მათ გულს არ ეხება ეს ფიქრი და ვინ გიჩვენაო თქვენო სიულტოლაი მერმისა მისგან რისხვისაო და შემდგომი ეს გადაგება თქვენ გახსოვდა მაშინ ამბობს რომ ეგონათ იგი მესია მაშინ ამბობს ესეც სიტყვებს რომ მე ნათელს ვცემ თქვენ წყლით ხოლო ჩემ შემდგომად მოვა ის ვისი ფეხსაცმლის თასმის შეხსნის ღირსიც არ ვარ მე და როდესაც უამრავი ხალხი იყო მოსული იოან ნათლისმცემელთან მაშინ და იოანე ეუბნება რომ თქვენ შორის დგასო ისაო და მაშინ მოვიდა მიეახლა მასთან მივიდა უფალი ჩვენი და მაცხოვარი ქრისტე და შეძრწუნდა იოანე იოან ნათლისმცემელი არის წინასწარმეტყველი რომელმაც ჯერ კიდევ დედის მუცელში იცნო ქრისტე თქვენ იცით როდესაც თვიშობელი მივიდა მიდგომილი ელისაბედთან თავის ნათესავთან მაშინ ეუბნება ელისაბედი რომ ვინაი ესე ჩემდა რათა მოვიდა დედა უფლისა ჩემის ანუ როგორ გავხდი ამის ღირსიო რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა იმიტომ რომ როგორც კი მოხვედიო ყრმაი ესეო კრთებოდა მუცელსაშინა ჩემს ანუ იქ იწინასწარმეტყველა ჯერ კიდევ და რა თქმა უნდა იცნო იოან ნათლისმცემელმა ხო და შეძრწუნდა დაიბნა აქეთ დინარე დაიბნა მიმართულება შეიცვალა წარმოიდგინეთ შექმნილი ხედავს რომ შემოქმედი მოვიდა ეს სასწაული ესე ხდება დღესაც რო იცოდეთ იცვლის მიმართულებას და იოანეს დაიბნა და ერთი რაც უთხრა რომ მე უნდა მივიღო შენგან ნათელი უყურეთ რა ხდება ესე იგი ადამიანები მოდიან და ცოდვებს აღიარებენ და იოანეს თაფლავს როგორ უცოდველი უმწიკლო მართალი მოდის მის წინაშე და იოანეს არ იცოდა რა იქნა იოან ნათლისმცემელს და მხოლოდ ეს თქვა რომ მე უნდა მოვინათლო შენგანო და შენ მოდიხარო და უფალი ეუბნება აცადი აწ რამეთუ ესრე ჩვენ და აღსრულებად ყოველი სიმართლე ეს არის ცნებების შესრულება და იმისათვის რომ თქვენ იცით რომ ქრისტე არის განკაცებული ღმერთი ეს ორი ბუნება არის ეს ორი მოხრილი თითი გვიჩვენებს ამას ჩვენ რომ ესე იგი ნათლისღების შემდგომ აი ეს დავიმახსოვროთ კარგად რომ ადამიანს მიეცა ასპარეზი ადამიანს მიეცა საშუალება რომ ბრძოლით იბრძოლოს ნახეთ რა ხელმწიფება მისცა ღმერთმა ადამიანს რომ იბრძოლოს და სამოთხე დაიმკვიდროს დაკარგული ჩვენი სამშობლო რომელსაც ამდენი საუკუნეებია ელოდება კაცობრიობა და საუკუნეების წინ დავით მეფსალმუნე იორდანე უკუნიქსა მდინარეო მართლ უკუნო იწინასწარმეტყველა და სხვა კიდე მრავალი წინასწარმეტყველებები რომელიც აქაც წავიკითხეთ თქვენს ნახეთ მოისმინეთ და მოგვეცა ჩვენ იმის საშუალება რომ ბრძოლით მოვიპოვოთ სასუფეველი მაშინ მიუშვა იოანემ და კიდევ ერთი სიტყვა რის სადაც აუცილებლად ჩერდები ყოველთვის და ყოველთვის გავჩერდები და სადაც ჩემ გაკვირვებას და ჩემს არ ვიცი რა დავარქვა ამას რომ საზღვარი არა აქვს რომ დღევანდელ დღეს განცხადება ქვია და გაცხადა ყოვლადწმინდა სამება მარადის არის მაგრამ დღევანდელ დღეს გაცხადა როგორ ძე ნათელიღო იოანესაგან სულიწმინდა დაადგრა ტრედის სახე და მამის ხმა სწამებდა ზესით ესე არის ძე ჩემი საყვარელი რომელიმე სათნო ვიყავ და შეგვაწწუნებს ნამდვილად ის აზრი რომ ჩვენ ხედავთ თქვენ ისიც რომ 30 წლის იყო უფალი როდესაც ნათელიღო და ჩვენ ხედავთ რომ განცხადება სამების განცხადებას გვეუბნება მაგრამ ქრისტეს განცხადა იმ ხრივ რომ მანამდე არავინ არ იცოდა მის შესახებ არაფერი გესმით 30 წელი ღმერთი ამ ქვეყანაზე მიმოდიოდა და არ გაცხადებულა არავინ არ იცოდა მის შესახებ არაფერი ნამდვილად შეძრწუნების ღირსია ესა და ესე იგი რა უნდა ვთქვა ჩვენ რა უნდა რა იმივაგოთ უფალსა ყოვლისავეთვის რომელიც ესე მომაგო მე და პავლე მოციქული ამის შესახებ მოძღვრав ჩვენ დღევანდელ წერილში რომ ესე იგი მადლი გამოჩნდაო
რათა უარყოთ უღმრთოება და სოფლისა გულისწყმა, სიწმინდი და სიმართლე და ღვთისმსახურებით ცხოვრდებოდეთ ამას სოფელსაშინა. აი რა შეგვიძლია ჩვენ? აი რას მოგვიწოდებს დღევანდელ დღეს ეკლესია? მერთმა დაგლოცო თქვენ ვინც მობრძანდი დღეს ეკლესიაში, იმიტომ რომ ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი დღეს უკუღმა დადის და ესე იგი რას მოგვიწოდებს ეკლესია საქმე ამაშია. როდესაც მოდის საუფლო დღესასწაული, ჩვენ უნდა გამოვარკვიოთ, რას მოგვიწოდებს ჩვენ დღეს ეკლესია. რას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ მოციქულის სიტყვებს, რათა უარყოთ უღმრთოება და სოფლისა გულისწყმა და სიწმინდი და სიმართლე და ღვთისმსახურებით ცხოვრდებოდეთ ამას სოფელსაშინა და მოველოდეთ ნეტარს ამას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებისა, დიდისა, ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა ღირსცა ვარ ჩვენ მადლითა და წყალობითა და მოწყალებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჩვენის დიდება სული წმინდით ურთ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.